და კვლავ საქართველოს დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალი გაიხსნა. პრესკონფერენცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ევროკომისარმა განათლების, კულტურისა, მულტილინგვალიზაციისა და ახალგაზრდობის საკითხებში ანდრულა ვისლუმ გახსნა. კულტურის სამინისტროს განცხადებით მინისტერიალი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურის როლის წარმოჩენისა და რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. კულტურის მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად იმართება. დღეს იქნება მთავარი დღე, მთელი დღის განმავლობაში იქნება ჟაბა, ასი კამათიც კულტურის საკითხებზე, თუ რას ნიშნავს კულტურა, რას დრო გადის, კაცობრიობა ვარწმუნდება იმაში, რომ კულტურასა და განათლებას მეტი ხელშეწყობა ჭირდება, იმიტომ რომ კრიზისი გამოწვეული კულტურაში და განათლებაში იწვევს სხვა კრიზისებს, მათ შორის ეკონომიკურ სულიერ სფეროში. აქ წარმოდგენილი არიან კულტურის მინისტრები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და არასამთავრობო სექტორის აქტიურობს კულტურის სფეროში. მთავარი თემა არის, როგორ შეიძლება რომ კულტურა გახდეს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური განვითარებისათვის.